ფეხბურთელი და Number 6, Salvador Cachai. Number 7. ის უფრო მწვრთნელი გახდა აიკო, მისი მეორე მწვრთნელი, ვინც ძირითადი სელექციონერი ალბანეთის ნაკრებისა ჰიტო ჰიტაი. საქართველოს ნაკრებში შედევაზე არიან ქართველი ფეხბურთელები. დარტყმა, მეკარეც მოარტყვა, დარტყმა არის. შემეშინდა სიმართლე გითხრათ, ისე როგორც გერმანიის ნაკრებთან დასვა მოედანზე მეკარე და სუსტი დარტყმით ანგარიში. როგორ ანალიზს გავუკეთებდით დღევანდელ მატჩს და რა სიტყვებით საერთოდ ფეხბურთის? დღევანდელ ფეხბურთს. ბევრი წამირებული ყავს და ხუთი ფეხბურთელი გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა შეძლო ნაკრებმა ისეულად გაემარჯვებინა ამ მატჩში და ღმერთმა ხმას ესე გავგრძელებინა. მაყურებელს კიდევ დიდ მადლობას. ფეხბურთელი არ არის მზად იმ კონდიციებით ისე ფიზიკურად, იქ ლაპარაკი ზედმეტია რამე ტაქტიკურ ჩანაფიქრებზე. დამიჯერეთ ეს რომ თუ ფეხბურთელი ისევ და ისევ არ მოვიდა მომზადებული ნაკრებში, ნაკრები ეს მოსამზადებელი ბაზა არ არის. აქ ნაკრებში ჩვენ უნდა სხვა რაღაცაზე ვიმუშაოთ. ტაქტიკაზე ვიმუშაოთ, არა ფიზიკურ მომზადებაზე. ეს წლევანდელი ამ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ეს არის ახალი საქართველოს ნაკრების მშენებლობის სტადია. მე პირადად დავდათ ჩემთან ჩემ მეგობრებსაც გადაწყვეტილი გვაქვს რომ მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ავიღოთ გეზი და ეს ახალგაზრდები ფეხბურთელებს მივცეთ უპირატესობა, რომლებიც ბრძოლის უნარიანები იქნებიან. და პრესის საშუალებით დიდი მადლობა გადავუხადოთ ქეძბაიას. მაგი გერმანიასთან რო ჩამოვიდა, შემდეგ რომ წავიდა, დარწმუნებული არ ვიყავით რომ მის ერთ თვეში დაიწყებდა თამაშს. მაგრამ მისი ინიციატივით ჩვენ ყოველთვის სატელეფონო კავშირები ჰქონდა და მისი ინიციატივით წამოვიდა იქიდან რომ მე უკვე დავიწყეო ერთი კვირა რაც არის და თუ გინდათ გავამიყენეთო. მე რა თქმა უნდა დავთანხმდი. მე ვიცი თემურ ქეცბაიას პოტენციალი, მისი შესაძლებლობა და გამოვიძახე